მოგესალმებით ძვირფას საზოგადოებას. დღეს საკმაოდ მნიშვნელოვანი თარიღი არის 25 ოქტომბერი 2025 წლის, როდესაც კლინიკა ინოვაში ტარდება საქართველოში პირველი სამეცნიერო კონფერენცია მაგნიტურ ქირურგიაში. კერძოდ მაგნიტური დუოდენური ილეოსტომიის, ეგრეთ წოდებული მაგდის პრეზენტაცია ხდება საქართველოში პირველად დღეს და ამაში ჩვენ კლინიკა ინოვას და დავით აბულაძის კათოლიკურ კლინიკას საკმაოდ ძლიერად დაგვიწყდნენ გვერდში ესეთი კომპანიები, როგორც მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე წამყვანი არის For Hospitals. დუოდენური ილეოსტომია წარმოადგენს სუბთაწმინდა წყლის ესე ვთქვათ მეტაბოლურ ოპერაციას, რომლის მეშვეობითაც ხდება ისეთი სერიოზული პრობლემების მოგვარება, როგორც არის ინსულინის სტენტობა, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 და ასევე ათეროგენული დისლიპიდემია და ღვიძლის გაცხიმოვნება. რა თქმა უნდა, თავისი ჩვენებები აქვს ამ ჩარევასაც, შედარებით სხვა ტიპის ბარიატრიული და მეტაბოლური ოპერაციებისგან ამ დროს ეს ოპერაციების შესაძლებელია გაწარმოოთ მაშინაც, როდესაც სხეულის მას ინდექსი არის შედარებით დაბალი, ისე რომ არ გამოიწვიოს დეფიციტი, არ მოუჭრათ ფუჭი და პრაქტიკულად პაციენტი ძალიან მალე დაუბრუნდეს თავის ჩვეულ ცხოვრების და კვების რეჟიმს. ხვიჩა ხაჯაველიძე, საქართველოს საპატრიარქოს იოგიმე დანასახელობის სამედიცინო ცენტრის ზოგადი ბარიატრიული ქირურგიის დეპარტამენტის უფროსი. რაც შეეხება მინდა გითხრათ, რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი კონფერენცია, რაც შეეხება მაგნიტურ ანასტომოზებს ზოგადად ბარიატრიულ ქირურგიაში. ეს არის ერთგვარი ინოვაცია მთელ მსოფლიოში და ძალიან მოხარული ვარ, რომ ეს ინოვაცია ერთ-ერთი პირველი დაიწყო და ჩატარდა ჩვენს ქვეყანაში საქართველოში 2021 წელს დავით აბულაძის მიერ და სწორედ ამას ეძღვნება ეს კონფერენცია. ჩატარდა უკვე ბევრი ოპერაცია მაგნიტური ანასტომოზების დახმარებით, დაგროვდა გამოცდილება და სწორედ ამას ეხება ეს კონფერენცია, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ დარგის განვითარებისთვის. და მოხარული ვარ, რომ კოლეგებთან ერთად აქ ვიმყოფებით და უზიარებთ ერთმანეთს ამ გამოცდილებას.